სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტების იმ ნაწილს, რომლებიც აჩვენებლები ვიყავით ტელევიზიის შენობის გარეთ, მისცეს საშუალება, რომ შესულიყვნენ სამუშაო ადგილას. რაც შეეხება პირადად მე, მას შემდეგ რაც არ გადამიშვა, არ შემიშვა პოლიციამ საკუთარ სამუშაო ადგილას, მომიხდა მეზობელი ჩვენი ტელევიზიის მოსაზღვრე სახლის კედრიდან გადაძრომა, ასე რომ ვაგრძელებთ ამ რეჟიმში მუშაობას. მე ჯერჯერობით ვრჩები მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი ტელეკომპანიის და უახლოეს ინფორმაციებს, რაც განვითარდება გარეთ, აუცილებლად მოგაწყვეტ. ანა, ეროსი კიწმარიშვილმა გააკეთა განცხადება ჟურნალისტებთან, რომ ის ყველა ჟურნალისტს აძლევს იმის საშუალებას, ასევე ტექნიკურ პერსონალს, რომ შემოვიდნენ მაესტროს შენობაში და განაგრძონ მუშაობა. როგორ მოხდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა არ შემოუშვეს ჟურნალისტების ნაწილი შენობაში? ამ კითხვებზე ანა ჩვენ პასუხის მიღებას ვცდილობთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ვიცოდით ეროსი კიწმარიშვილის განცხადების შესახებ, რომ ყველა ჟურნალისტს ვისაც სურდა, რომ შესულიყო ტელევიზიაში გაეგრძელებინა მუშაობა, ხელის შემცვლელი ფაქტორები არ იარსებებდა, მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იდგა კიბებზე. თუ სვამდით შეკითხვებს, რომ რატომ რის საფუძველზე არ გვაძლევდნენ ტელევიზიაში შესვლის საშუალებას, რადგან ვიყავით ამ ტელევიზიის ჟურნალისტები და ისინი ჩვენ პროფესიულ საქმიანობაში გვიშლიდნენ ხელს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, მოგთხოვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში გავგვერკვია ყველა საკითხი, რომელთაც დავინტერესდებოდით. დიდი მადლობა ანა, ჩვენ ანა ბროლაძეს ალბათ მოგვიანებით დავუბრუნდებით და ის გაგვაცნობს ვითარებას თუ რა ხდება მაესტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა კი შემოგთავაზებთ კადრებს თუ როგორ მოხდა ეროსი კიწმარიშვილი გამთენიისას მაესტროს შენობაში, როგორც მოგახსენეთ, დაახლოებით დილის 7 საათზე ეროსი კიწმარიშვილმა მოითხოვა, რომ მაესტროს შენობაში შემოსულიყო, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მას ამის უფლება არ მისცეს და თანხმლებ პირებთან ერთად ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც არის დირექტორი მაესტროს, რომელიც იყო დირექტორი მაესტროს დამფინანსებელი კომპანიის, გადმოვიდა ღობეზე და ის ამ დროისათვის იყოფება მაესტროს ეზოში. ტელეკომპანია მაესტრო შენობაში დილიდან იყოფებოდა ეროსი კიწმარიშვილი და მას შემდეგ რაც ჟურნალისტები ტელეკომპანია მაესტრო ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი გამოცხადდა სამსახურში დაახლოებით დილის 10:30-ისათვის მათ სურდა შენობაში შეცვლო, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ და მხოლოდ ნაწილმა შეძლო ტელეკომპანია მაესტრო შენობაში შემოსვლა. ჩვენ გთავაზობთ კადრებს თუ როგორ შეძლეს ჟურნალისტებმა შემოსულიყვნენ ტელეკომპანია მაესტროს ეზოში და მათი ნაწილი პოლიციის წინააღმდეგობის გამო ამ დროისათვის რჩება ისევ შენობის გარეთ. კაცმა გამოიძახა პატრული თვითონ ამ ადამიანს. გენერალურმა დირექტორმა გამოგიძახა. თქვენი პასუხი რა არის ამ კაცის? პასუხს აძლევთ. მოხვედით ხო ნახავთ. როდის? შეუშვით.
ბანდიტი ეროსი კიწმარიშვილი. აჩაღი ეროსი კიწმარიშვილი და მისი მომხრე პატრონი. 4.5 მილიონის მოხმარებელი მამუკა ლონტი მელაპარაკება. ამიტომ ძალიან შიკა რა გავაკეთე. მან მიიღო ეს კონფლიქტი. მე მოვიტანე, მან მიიღო. გამა. შედი ჩართეთ ეთერი დაიწყეთ მუშაობა. მე ვარ გენერალური პროფესორი მაესტროსი. მე ვარ მაესტროს ხელმძღვანელი, მთავარი და გაზეთ გაკეთებული. თქვენ ახლა კადრში ხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან მაესტროს ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ აძლევენ მაესტროს ჟურნალისტებს და თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალებას და საკუთარი სამუშაო დღის მანძილზე სამუშაოს შესრულებას. ჯერჯერობით უცნობი არის მაესტროს დამფუძნებლებისათვის და მისი თანამშრომლებისათვის თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ არ აძლევენ მაესტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების უფლებას. გენერალურმა დირექტორმა გამოგიძახათ თქვენი პასუხი რა არის ამ კაცის ამფუძნებლებს რატო არ უშავ ამფუძნებლებს პასუხსაძლო მოხვედი ხო ნახავთ როდის შეუშვით
ბანდიტი ეროსი კიცმარიშვილი. აჩაღი ეროსი კიცმარიშვილი და მისი მომხრე პატრონი. 4.5 მილიონის მოხმარებელი მამუკა ლონტი მელაპარაკებაა. ამიტომ ძალიან შეკარა გავაკეთე. მან მიიღო ეს კონფლიქტი. მე მოვიტანე, მან მიიღო. ეს მელაპარაკება. მამა. შედი ჩართეთ ეთერი დაიწყეთ მუშაობა. მე ვარ გენერალური პროფესორი მაესტროსი. მე ვარ მაესტროს ხელმძღვანელი, მთავარი და გასულ თქვენ ყურებთ კადრებს თუ როგორ შემოვიდნენ მაესტროს ჟურნალისტების ნაწილი ტელეკომპანია მაესტრო შენობაში ამ დროისათვის ვითარება არის ისევ იგივე ნაწილი მაესტროს თანამშრომლების რჩება მაესტრო შენობაში ნაწილი ისევ ვერ ახერხებს შენობაში შემოსვლას ამ დროისათვის ჩაკეტილი არის სტუდიის კარი შიგნით იმყოფებიან თანამშრომელთა ნაწილი ხოლო კარს იქით არიან ჩვენთვის უცხო პირები რომლებიც ცდილობდნენ რომ შემოვიდნენ და როგორც დამფუძნებლებმა გადაწყვეტეს და მიიღებული იქნა გადაწყვეტილება შეთანხმებით ჯერჯერობით ჩაკეტილი არის სტუდიის კარი და თანამშრომლების ნაწილი რომელიც ამ დროისათვის იმყოფება მაესტროს შენობაში აგრძელებენ მუშაობას. ტელეკომპანია მაესტრო განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ეროსი კიტმარიშვილი ისევ რჩება ტელეკომპანია მაესტროს ეზოში და ჟურნალისტების ნაწილი ვერ ახერხებენ ტელეკომპანიის შენობაში შემოსვლას. ის 8 წუთებზე ბატონ ეროსი კიცმარიშვილი 10 უცხო დაახლოებით 10 უცხო პიროვნებასთან ერთად გადახტა მაესტროს ღობეზე, დაიკავა ძალადობრივად შენობა. ჩვენმა იქ მყოფმა თანამშრომელმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია ახლა იმყოფება მაესტროს შენობაში და არ უშვებენ შიგნით ჟურნალისტებს. საპატრულო პოლიცია აღუშვებს თუ ეროსი კიცმარიშვილი? ალბათ ორივე ერთად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში შეხმატკივრებულები არიან ეროსისთან. რამდენად არის იურიდიულად ძალიან ხონდა მას უფლება რომ გადაწყვეტოს? არანაირი უფლება არ ქონდა, მით უმეტეს 10 უცნო პირთან ერთად. შეგახსენებთ, ეროსი კიცმარიშვილი არის კომპანიის დამფუძნებელი, მართვის კომპანიის დამფუძნებელი, მართვის კომპანიას ყავს დირექტორი. ეროსი კიცმარიშვილის კომენტარებს შეგახსენებთ, როდესაც კახა ბექაურთან ქონდა მას პრობლემა, ის ამბობდა, რომ ის საერთოდ საქმის კურსში არ არის მაესტროში რა ხდება. დღეს აცხადებს, რომ ეს ტელეკომპანია მისია. მან განაცხადა ისიც, რომ თქვენ არქის გენერალური დირექტორი ბაჩუკი კაბიძე გაათავისუფლა თანამდებობიდან. ამის ბაჩუკი კაბიძე რო გაათავისუფლა, გავიგე, თუმცა ამის უფლება არ აქვს არანაირი, მაგრამ მე საიდან გამათავისუფლა მართლა არ ვიცი. საიდან მომხსნა არ ვიცი. მე ვარ არქის ეთქობა დამფუძნებლიდან მომხსნა და ჩემი წილი გადაიფორმა ალბათ არ ვიცი ვერ გეტყვი. არანაირი ნული იურიდიული უფლება საერთოდ იმყოფებოდეს მაესტროს ტერიტორიაზე. ეხლა ვფიქრობთ, ეხლა ალბათ მოვლენ ადვოკატებიც და გავარკვევთ რა ხდება. რამდენად შეიძლება ეს საქმე გახდეს თქვა იგივე ეროსი კიცმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ეს არის ტელევიზიის შენობის ძალით დაკავება. ერთი შემთხვევა მახსოვს მე, როდესაც ეს გააკეთა ვალტერ შურღაიამ და ეხლა გვაქვს მეორე შემთხვევა ეგეთ საქართველოში. ამ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ეროსი. ეს არის პირდაპირ ძალადობა შენობის დაკავება უკანონოდ უცნო პირებთან ერთად, რომლებიც არ არიან მაესტროს თანამშრომლები და საწარმოო პროცესის ჩაშლა. და როგორ გქონდა რა გამოიწვია ის რომ ეროსი კიცმარიშვილმა მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება? მე ვფიქრობ, რომ ეს არის სპეცოპერაცია. რატომ გახდა საჭირო სპეცოპერაცია? არ ვიცი, ეს უნდა ვკითხოთ. გუშინდელი საეთერო არ გამოურიცხავ არაფერს. არ ვიცი, წარმოადგენა არა, მაგრამ რა მოთხოვნა, საერთოდ არ ვიცი რა უნდა.
წარმოდგენა არა. მიზეზი რა გახდა რა ზამთარ? არაფერი არ ვიცი. აზზე არა. მან განაცხადა რომ თქვენ გაგათავისუფლეთ თანამდებობიდან. არანაირი იურიდიული უფლება ამისი არ არის. კონტრაქტში არის ეს ჩადებული. მე ვარ დამფუძნებლების მიერ დანიშნული. ეროსის კიზმარიშვილს არ აქვს ჩემი განთავისუფლების უფლება. გავიგე რომ პოლიციაც მოვიდა ამასობაში, არიან შესულები, შიგნით არ უშვებენ არც დამფუძნებლებს, არც გენერალურ დირექტორს, არც ჟურნალისტებს. არ ვიცი ხა იურიდიული კვალიფიკაციებისგან თავს შევიკავ, მაგრამ ელემენტარულად ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელი შეშლა არის დაუშვებელი და ჩვენი საუბრობდებით ანა ბროლაძეს ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტ, რომელიც ამ დროისათვის იმყოფება ისევ ტელეკომპანია მაესტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ ის გაგვაცნობს თუ რა ხდება გარეთ. ანა, რა სიტუაცია არის და თუ კეთდება ახალი განცხადებები, რას ამბობენ მათ შეკრებილი საზოგადოების წევრები? აქ გრძელდება ხალხი მოდის ისევ ანა მხარდასაჭერად ტელეკომპანია მაესტროს სოლიდარობის გამოსახატად. ტელევიზიიდან სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ელისო ჩაფიძე, რომელმაც თვალი მიადევნა უშუალოდ პროცესს და მის კომენტარსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ აუცილებლად ჩავთავაზებთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, რაც შეეხება ხალბატონ ანა კაკაბაძეს, რომელიც არის ახლა ჩვენს გვერდით, მას გავესაუბრებით უფლებადამცვას. ხალბატონ ანა, რატომ მოხვედით და როგორ შეაფასებდით იმ მოვლენებს, რომელიც დღეს დილიდან ვითარდება ტელევიზიასთან? სამწუხაროდ კიდევ გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ მაესტროს დახურვა გახდა აქტუალური. მას მერე რაც გუშინ პირდაპირ ეთერში ეკაბერიძესთან ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო მიწვეული და დღეს დილით უკვე ხელისუფლება მიიღო ძალიან მკაცრი ზომები. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო გამოყენებული ამ შემთხვევაში ეროსი კიწმარიშვილი იყო გამოყენებული თუ სხვა პირები მთავარი არ არის ის იყო ხელისუფლების პირდაპირი სურვილი რომ მაესტროს შეეწყვიტა ფუნქციონირება სამწუხაროდ ეს მოხდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას მერე რაც ეს უცნობი ჯგუფი ეროსი კიწმარიშვილის ხელმძღვანელობით შეიჭრა ტელეკომპანია მაესტროში მოხდა მაესტროს მუშაობის შეჩერება ამ ეტაპამდე აქ იყო მყოფება პოლიცია რომელიც ფაქტიურად იცავს არა ჟურნალისტების და მაესტროს უფლებებს, არამედ გაურკვეველი პოლიტიკური დაკვეთის აღსრულებლად გვევლინება, ის არ უშვებდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითონ მაესტროში მომუშავე ჟურნალისტებს, რაც არის უხეში ხელყოფა მათი უფლებებისა, შეშლა ჟურნალისტური საქმიანობისა და მე როგორც უფლებადამცველი ერთის მხრივ ვალდებული ვარ აქ ვიყო და მეორე როგორც მოქალაქე, რომელსაც მაქვს უფლება მქონდეს და მოუკიდებელი ინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლება ასეთი მეთოდებით გვიგრძელავს. ხალხო, ხელისუფლების თამაშს რატომ მიაწერთ იმას თქვენ პირადად, რომ ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც არის მაესტროს მართვის კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, უკმაყოფილოა უშუალოდ არხის მუშაობით და არხის მუშაობის გარდა დამფუძნებლების მიმართაც აქვს მას პრეტენზიები. თქვენ იცით, რომ 7 ნოემბრის მერე, როდესაც იმედში შევარდა ხელისუფლება, ეს იყო პირდაპირი, ესე ვთქვათ, ლუსტრირება იმისა, რომ პოლიცია შეიჭრა დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში. დღეს ეს მეთოდი უკვე აღარ გაჭრიდა, იმიტომ რომ ამას სერიოზული რეაქცია მოყვა დასავლეთიდან და ამიტომ ბუნებრივი იყო, უნდა მონახულიყო ისეთი პიროვნება, რომელიც არ გამოიყურებოდა როგორც ერთის მხრივ ხელისუფლება, თუმცა თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ მანამდეც უამრავი მითქმა-მოთქმა არსებობდა ხელისუფლებისა და ეროსი კიწმარიშვილის ტანდემზე, მის ბიზნესზე და ასე შემდეგ, რაც ფაქტიურად მან თავისი ასეთი ქმედებით დაადასტურა, მაშინ როდესაც ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ 1-2 არხი თუ არსებობს დამოუკიდებელი და ამასაც შენი ესე ვთქვათ ქმედებით ხელს უშლი ამის მუშაობას, ეს არის პირდაპირი აღსრულება იმ პოლიტიკური ნებისა, რომელიც დღეს ხელისუფლებას გააჩნია. დიდი მადლობა. დღეს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორთან ძალიან ბევრმა ადამიანმა, მაესტროსთან მოსულმა ადამიანმა დააფიქსირა და გაავლო პარალელი, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ხელისუფლების
სრულყოფის მცდელობა იყო ეროსი კიცმარიშვილის აქციელი, რამდენად დარჩა ალია ჰოლდინგის ხელმძღვანელს დიმიტრი ტიკარაძეს ეს თავეჭდილება შეგვიძლია მას ვთქვათ, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ხელისუფლების თამაშს გავს ის ყველაფერი, რაც ვითარდება დიდი ტელეკომპანია მაესტროში. თქვენთვის რამდენად არის ეს პარალელი, რამდენად გაგონებთ მართველი გუნდის მოურიგნაბიც? ჩემთვის აქამდე როგორც ჟურნალისტისთვის გასაკვირი ის იყო, რომ ეროსი კიცმარიშვილი მართავდა ერთ-ერთ ტელეკომპანიას და სერიოზულ ტელეკომპანიას საქართველოში, ობიექტურ ტელეკომპანიას და ის იხდიდა ფულს და არაფერს არ ითხოვდა ამისგან. საბოლოო ჯამში დაესვა წერტილი ამ აქამდე გაურკვეველ სიტუაციას და ჩემთვის როგორც მოქალაქეების უმრავლესი ნაწილისთვის ხადი გახდა, რომ ეროსი კიცმარიშვილი ნამდვილად ასრულებდა ხელისუფლების თამაშს, რაც ფაქტის ახეზია. მე უბრალოდ ერთი რამ მინდა განმარტო იურიდიული თვალსაზრისით, მე არ ვიცი რა წერია ხელშეკრულებაში და ამას აუცილებლად როგორც ჟურნალისტი დავინტერესდებით და გავეცნობით, მაგრამ არის მეორე მომენტი, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ესეთ სიტუაციაში რაღაც ურთიერთ დავის სიტუაციაში რო გამოიძახოს პატრული უბრალოდ მათ გაუნუმარტავს, რომ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი, ეს არის ურთიერთ გასარკვევის საკითხი და უნდა მიმართონ სასამართლოს. პატრული ესეთ დონეზე არც ერთ შემთხვევაში კერძო დავაში არ ჩაერევა. დღევანდელი ჩარევა პატრულის ასეთი მასშტაბით, ასეთი დონით, ასეთ სიტუაციაში ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების წესგვიძე ასხამს ეს ყველაფერი ძღავს და შესაბამისად ახლა პატრული ხელისუფლების დაკვეთას შეასრულებს და ხელისუფლების პოზიციას დაიცავს, ამაზე ჩვენ უკვე დავა არც გვაქვს. დიდი მადლობა. ჩვენთან იმყოფება ასევე გაზეთ რეზონანსის რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე, რომელიც დღეს დიდიდან მას შემდეგ რაც გაიხსნა ტელევიზიის კარით და ჟურნალისტების გარკვეული ნაწილი მოხდა ტელევიზიის შენობის შიგნით, ელისო ჩაფიძე იყო მათ შორის. ელისო, შენ უშუალოდ შეესწარი პროცესებს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც კარი გაიხსნა და ჟურნალისტების ნაწილი აღმოჩნდა შიგნით, ნაწილი დარჩით გარეთ. როგორ შეგიძლია შეაფასო ის პროცესები შიგნით რაც ხდებოდა და ზოგადად შენი დამოკიდებულება დიდიდან განვითარებული მოვლენების? პირველ რიგში მე ვარ საშინლად აღშფოთებული იმით, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი შემოიჭრა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ტერიტორიაზე. ის ამტკიცებს, რომ მას ხელში აქვს ხელშეკრულება და ამავე დროს ამტკიცებს იმას, რომ გაანთავისუფლა ადამიანების სამსახურიდან, მათ შორის მამუკა ღლონტი, ილია კიკაბიძე და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის საქმე, რომელიც უნდა გაირჩეს სასამართლოში და ამისათვის არ არის საჭირო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაკავება. ამიტომ მე მგონია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ის, რომ უცხო პირებმა ამ შემთხვევაში რომელი კომპანიის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ, უნდა დატოვონ ტერიტორია და ჟურნალისტებს მიეცეთ მუშაობის ჩვეულებრივად გაგრძელების საშუალება. ხოლო დამფუძნებლებსა და მმართველ კომპანიას შორის ურთიერთობა უნდა გაირკვეს სამართლებრივი წესით. ის, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია მაესტრო ძალიან მაღალ რეიტინგული გახდა, მისი მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა შეაჩერა მისი მუშაობა. თქვენ ხედავთ, რომ ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება, მე შევთავაზე ბატონ ეროსი კიცმარიშვილს, რომ ავალ მეორე სართულიდან ჩამოვიყვან მე მამუკა ღლონტს, ოღონდ მომეცით პირობა და თქვენ და მამუკა ერთად დატოვებთ ტერიტორიას და ამაზე მითხრა უარი, მითხრა, რომ იცი რა, მამუკა გაიყვანე, მაგრამ მე აქ უნდა დავრჩე. თუ გქონდათ საშუალება თავად ეროსი კიცმარიშვილის პოზიცია მოგესმინეთ, ის ამბობს, რომ უკმაყოფილოა არხის ხელმძღვანელების მუშაობით, რომ მას ინფორმაციას უზღუდავდნენ, არ აწვდიდნენ არხში განვითარებული მონაცემების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას და სწორედ ეს გახდა თუნდაც გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის გათავისუფლების მიზეზი. თუ მოისმინეთ ეს ყოფილი და ზოგადად ეს პროცესები რამდენად აისახება ჟურნალისტების მუშაობაზე, მედიის მუშაობაზე? ჩემთვის ახლა მთავარია, რომ არ გაჩერდეს ტელეკომპანია მაესტროს მუშაობა და ჩემს კოლეგებს მიეცეთ ისევ თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ხოლო ის პროცესი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ხდება დამფუძნებლებსა და მმართველი კომპანიის წარმომადგენლებს შორის, ეს არის სამართლებრივი საკითხი და უნდა გაირჩეს სასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ აქვს უფლება დამფუძნებლებს, რომ კონტრაქტი გაუწყვიტონ მმართველ კომპანიას. საზოგადოება დღემდეც არ იყო იმით აღფრთოვანებული, რომ ეროსი კიცმარიშვილი ერთსა და იმავე დროს არის პოლიტიკური ფიგურა და ამავე დროს ტელეკომპანიის საქმიანობაში გარკვეულწილად იღებს მონაწილეობას და მე ვფიქრობ,
ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს აღკვეთილი და ჟურნალისტებს მიეცეთ იმის მიუხედავად, მამუკა, მართალი, ეროსია, მართალი თუ ვინ არის, მე მგონი ამით პირველ რიგში იგებს ხელისუფლება, ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაიწყო ჯიხურებთან დაკავშირებით. ტელეკომპანია მაესტრო დღეს რეალური საფრთხის წინაშე დგას და ჟურნალისტებს მიეცეთ ჩემი მოთხოვნა თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება და ეროსისა და დამფუძნებლებს შორის ურთიერთობა გაირკვეს სასამართლოში. ჩვენებით ის ტელეკომპანია მაესტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ის რასაც ითხოვენ ჩვენი კოლეგები რომ კონდეს მუშაობის გაგრძელების საშუალება ეს უფლება შეზღუდულად თუმცა მაინც გვაქვს თუმცა როგორც წინა ჩართვაზეც აღვნიშნე ამ უფლებამოვალეობას ვახორციელებთ არაორდინალურ პირობებში კიდევ ერთი ჟურნალისტი საკმაოდ გამოცდილი და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი ხალოტენ ლუბაილიაშვილი იმყოფება ჩვენს გვერდზე ხალოტენ ლუბა თქვენთვის რას ნიშნავს ძალიან ბევრი პარალელი გაიგო დღეს ამბობდნენ რომ ხელისუფლების თამაშებს გავს ის ყველაფერი რაც ხდება დილიდან. ეროსი კიცმარიშვილი ამბობს, რომ ის უბრალოდ უკმაყოფილოა არხის მუშაობის, არხის ხელმძღვანელობით. თქვენთვის რას ნიშნავს ეს და როგორი შთაბეჭდილება გრჩება? აი ყველა ის ტექსტი რაც მე თქვენგან მოვისმენთ, რასაც ოფიციალურად აცხადებს, გინდაც ეროსი კიცმარიშვილი, გინდაც ყველა დანარჩენი, არაფრით არ ამართლებს იმ ამბავს, რომ ჩემ თვალწინ და ყველას თვალწინ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაუგებარი ადამიანების მიერ ისინი პატრულის ფორმაში იყვნენ ჩაცმული, იყვნენ შეიარაღებულნი, იყო დაკეტილი ტელეკომპანიის კარი და არ უშვებდნენ ჟურნალისტებს თავისი მოვალეობის შესასრულებლად. მე რამდენადაც ვიცი, ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კონკრეტული მუხლი და ჟურნალისტისთვის ხელის შეშლა მუშაობაში უნდა ისჯებოდეს კანონით. კონკრეტულად აი ეს ადამიანები, რომელიც ბევრმა ძალიან ტელეკომპანიამ გადაიღო დღეს და არ უშვებდნენ მაესტროს შენობაში მოსულ ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჰქონდა საშვი და შენობაში შესვლის უფლება, ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ კანონით და მე ვიქნები ერთ-ერთი იმათგანი და ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმომადგენ, თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირი, ვინც კატეგორიულად მოითხოვს იმ პოლიციელების დასჯას, რომლებიც არ გვაჩვენებდნენ საბუთს, არც საკუთარს და არც რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს, რატომ დგანან ისინი აქ და რატომ არ უშვებენ ჟურნალისტებს საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად, ის ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ამას გარდა კიდევ ერთხელ ვადასტურებ მეც, რაც ჩემამდე გამომსვლელებმა თქვეს, პოლიტიკური პარტიის ლიდერის შეჭრა ტელეკომპანიის შენობის ტერიტორიაზე სულ ცოტა უხერხულია. მაგრამ ეს არ არის ახალი, ეს არის მეთოდი, რომელსაც ეს ხელისუფლება და წინა ხელისუფლებაც იყენებდა ჟურნალისტების წინააღმდეგ და ზუსტად ასე დამფუძნებლებს შორის ვითომ და შექმნილი კონფლიქტის ნიადაგზე 1999 წელს მათ დახურეს ტელეკომპანიები, რომელშიც მეცნიერს მუშაობდი. ასე რომ ალბათ ჟურნალისტები შეასრულებენ თავის მოვალეობას პირნათლად, ნებისმიერი პრობლემა გადაწყდება აი ამ პოლიციური ჩარევის გარეშე და ის რომ პოლიცია დგას დღეს კარებში და არ უშვებს ჟურნალისტებს სამუშაოდ და მეხლა ნელა-ნელა დაიწყეს შეშვება და შეშვება მხოლოდ მას მერე დაიწყეს, რაც სერიოზული ჟურნალისტური ზეწოლა იყო გარეთ მოსული საზოგადოებისგან, იმაზე მეტყველებს რომ ეს არის კონკრეტული ხელისუფლების გეგმა და ერთის მინდა, რა ვიცი, ძალიან ერიდებიან ხოლმე მოუწოდონ ადამიანებს ეთერიდან. დიახ, ოღონდ მე არავის არ მოუწოდებ, ერთს ვამბობ, რომ ყველა ის ღირსეული ადამიანი, ვისაც უყვარს მაესტრო, ალბათ დღეს არის მაესტროს ზუსტად იმ გუნდის გვერდით, რომელიც არ არის თანახმარო პოლიტიკური პარტიის ლიდერის ტელეკომპანიაში იმუშაოს. დიდი მადლობა. ჩვენ ვრჩებით ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველა იმ ინფორმაციას, რაც განვითარდება ტელეკომპანიის გარეთ, აუცილებლად მოგაწვდით. დიდი მადლობა ანე, ჩვენ სავარაუდოდ დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში. როგორც თქვენ მოისმენთ, ჟურნალისტები და საზოგადოებრივი უფლებების დამცველები, რომლებიც იმყოფებიან ტელეკომპანია მაესტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ითხოვენ, რომ მაესტრო ჟურნალისტებს მოგვეცევს თავისუფლად მუშაობის საშუალება და ტელეკომპანია მაესტროს არ შეეშალოს ხელი ეთერის განხორციელებაში რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ტელეკომპანია მაესტრო ჟურნალისტების ნაწილი შეძლებდით შენობაში შემოსვლას და ეთერის დაწყებას ტელეკომპანია მაესტრო ჟურნალისტების სახელით გენერალურმა პროდიუსერმა თამარ რუხაძემ, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა თამარ რუხაძემ გააკეთა განცხადება, რომელსაც ჟურნალისტები ეთანხმებიან და ეს განცხადება არის შემდეგი, რომელსაც ჩვენ ახლა შემოგთავაზებთ. კომპანია მაესტროს თანამშრომლების განცხადება. იმის შესახებ, რომ ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმ ფორმას, რომელიც ეროსი კიცმარიშვილმა ტელეკომპანია მაესტროს მიმართ განახორციელა. ჩვენ ყველანი დღემდე ვამაყობდით ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობით და სურვილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ჩვენი მუშაობა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ ასე, როგორც დღემდე მუშაობთ. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი თანამშრომლის, მათ შორის გენერალური დირექციის დირექტორის ილია კიკაბიძის, პროდიუსერების მამუკა ღლონტის, ლევან ჩიკვაიძის და დაცვის თანამშრომლების გათავისუფლება ტელევიზიიდან. იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ისევე, როგორც დღემდე გვიმუშავია, მიგვაჩნია, რომ ეროსი კიცმარიშვილმა თავის თანხმლებ პირებთან ერთად უნდა დატოვოს ტელეკომპანიის შენობა და
და მოგვეცეს მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ტელეკომპანიაში შესვლას და ამის განხორციელებას ვერ შევძლებთ. დიდი მადლობა. Ტელეკომპანია მაესტრო განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას და ჩვენ ქრონოლოგიურად გთავაზობთ იმ მოვლენებს, რაც მაესტროს გარშემო დილის შემდეგ ვითარდებოდა. დაკეტილია. ობძანდით და ხედავთ თქვენ. თქვენ ხედავთ კადრებს, თუ როგორ დაიწყო დილა ტელეკომპანია მაესტროში, ეროსი კიცმარიშვილმა ტელეკომპანია მაესტროს შენობაში შეღწევა მოახერხა ღობესზე გადმოსვლით მის თანხმლებ პირებთან ერთად. ამ დროისათვის ისინი კვლავ იმყოფებიან ტელეკომპანიის შენობაში. მას შემდეგ რაც დილა გაათენდა ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები სამუშაოზე გამოცხადდნენ და შეეცადნენ რომ შესულიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე. თქვენ ხედავთ კადრებს, ისინი ცდილობდნენ რომ შემოსულიყვნენ შენობაში, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ. ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები ამ დრომდე იმყოფებიან ნუცუბიცის ქუჩაზე. ტელეკომპანია მაესტროს გარეთ მხოლოდ ნაწილი ვიმყოფებით ტელეკომპანიის შენობაში და ეთერი ამჟამად არის საგანგებო რეჟიმზე გადასული. დილის 8-ის წუთებზე ბატონი ეროსი კიცმარიშვილი 10 უცხო დაახლოებით 10 უცხო პიროვნებასთან ერთად გადახტა მაესტროს ღობეზე, დაიკავა ძალადობრივად შენობა. ჩვენმა იქ მყოფმა თანამშრომელმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიცია ეხლა იმყოფება მაესტროს შენობაში და არ უშვებენ შიგნით ჟურნალისტებს. საპატრულო პოლიცია აღნიშნავს თუ ეროსი კიცმარიშვილი? ალბათ ორივე ერთად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში შეხმატკივრებულები არიან ეროსისთან. რამდენად არის იურიდიულად ეს ამას მას უფლება რომ გადაწყვეტოს? არანაირი უფლება არ ქონდა, მით უმეტეს 10 უცნო პირთან ერთად. შეგახსენებთ, ეროსი კიცმარიშვილი არის კომპანიის დამფუძნებელი, მართვის კომპანიის დამფუძნებელი, მართვის კომპანიას ყავს დირექტორი. ეროსი კიცმარიშვილის კომენტარებს შეგახსენებთ, როდესაც კახა ბექაურთან ქონდა მას პრობლემა, ის ამბობდა, რომ ის საერთოდ საქმის კურსში არ არის მაესტროში რა ხდება. დღეს აცხადებს, რომ ეს ტელეკომპანია მისია. მან განაცხადა ისიც, რომ თქვენ არქის გენერალური დირექტორი ბაჩუკი გაბიძე გათავისუფლა თანამდებობიდან ამის ნუ ბაჩუკი გაბიძე რო გათავისუფლა გავიგე, თუმცა ამის უფლება არ აქვს არანაირი, მაგრამ მე საიდან გამეთავისუფლა მართლა არ ვიცი. საიდან მომხსნა არ ვიცი. მე ვარ არქის ეთქობა დამფუძნებლიდან მომხსნა და ჩემი წილი გადაიფორმა ალბათ არ ვიცი ვერ გეტყვი. არანაირი, ნული იურიდიული უფლება საერთოდ იმყოფებოდეს მაესტროს ტერიტორიაზე. ეხლა ვფიქრობთ, ეხლა ალბათ მოვლენ ადვოკატებიც და გავარკვევთ რა ხდება. რამდენად შეიძლება ეს საქმე გახდეს თქვათ იგივე ეროსი კიცმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ეს არის ტელევიზიის შენობის ძალით დაკავება. ერთი შემთხვევა მახსოვს მე, როდესაც ეს გააკეთა ვალტერ შურღაიამ და ეხლა გვაქვს მეორე შემთხვევა ეგეთ საქართველოში. ამ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ეროსი. ეს არის პირდაპირ ძალადობა შენობის დაკავება უკანონოდ უცნო პირებთან ერთად, რომლებიც არ არიან მაესტროს თანამშრომლები და საწარმოო პროცესის ჩაშლა. და როგორ გქონდა რა გამოიწვია ის რომ ეროსი კიცმარიშვილმა მიიღო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება? მე ვფიქრობ, რომ ეს არის სპეცოპერაცია. რატომ გახდა საჭირო სპეცოპერაცია? არ ვიცი, ეს უნდა ვკითხოთ. გუშინდელი საეთერო არ გამოურიცხავ არაფერს. არ ვიცი, წარმოადგენა არა, მაგრამ რა მოთხოვნა, საერთოდ არ ვიცი რა უნდა. წარმოდგენა არა. მიზეზი რა გახდა რა ზამბოს არაფერი არ ვიცი. აზზე არა. მან განაცხადა რომ თქვენ გაგათავისუფლეთ თანამდებობიდან. არანაირი იურიდიული უფლება ამისი არ არის. კონტრაქტში არის ეს ჩადებული. მე ვარ დამფუძნებლების მიერ დანიშნული. ეროსის კიცმარიშვილს არ აქვს ჩემი გათავისუფლების უფლება. გავიგე რომ პოლიციაც მოვიდა ამასობაში, არიან შესულები, შიგნით არ უშვებენ არც დამფუძნებლებს, არც გენერალურ დირექტორს, არც ჟურნალისტებს. არ ვიცი ხა იურიდიული კვალიფიკაციებისგან თავს შევიკავ, მაგრამ ელემენტარულად ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელი შეშლა არის დაუშვებელი და